მილამ შვიდოვის პირფასო ტელემაყურებლებო მოგესალმებით. მოგესალმებით. ბედნიერ დღეს გისურვებთ რა თქმა უნდა. მილამ შვიდოვისა მეც მოგესალმებით. ბედნიერი და ჯერ არ წარმიდგენი ხარ. წარუდგენელი მისალმება იყოს. მოკლედ მეგობრებო გეტყვით რომ დღეს მოკლედ მზია კვირიკაშვილის 77 წლის გახდებოდა სიცილის დედოფალს დღეს მის მეგობართან უკვე რომელმაც წარადგინა უკვე თავად თავი ბესო ჩუბინძესთან ერთად ვისაუბრებთ და გავიხსენებთ და გადავახვევ ხა და ახლა თავიდან დაიწყე რა გვინდა ეხა მიესალმე ჩვენი რამე ვითო პირდა მაგრამ მანამ სანამ დავიწყებთ და სანამ და როგორ მიყვარს ეს ბესო სანამ და მოკლედ პატარა ვიდეო ვნახოთ და მე უკვე გავიხსენებთ რა თქმა უნდა საბატონ მზია. აბა გსაუბრობთ. წელი არ არის, მაგრამ ამ კონცერტში ჩვენ სპორტეს ვიღებდით მონაწილეობას იუმორინასი და ძალიან კარგი რაღაცები გამახსენდა. წეღან ვიხსენ, წეღან რა რომ მოვდიოდი გზაში მანქანაში ეხა ხო ხოშოს დაბადების დღე ნინოობას აქვს. ხო და იცი როგორი სიტუაცია chat GPT-ს ის რო არის მეგობარი ჯემინი ხო იცი იმას რატომ შენი მეგობარიც გახდა ხო? არა, მინდა თავი შორეული აფხანაკი. მაგას ვკითხე უბრალოდ, აი მაინტერესებდა რას მეტყოდა, ხო და ამან ხო ყველაფერი იცის უკვე და ამოყარა და ამოყარა ყველაფერი და ყველა სასიამოვნო რა არის, რასაც ეს ვირტუალური ჯანდაბა და ოხრობა გეუბნება ცოცხალ ადამიანზე, რომ ხო ადამიანი რომელიც უყვარდა ყველას, ხო? აი ეს სიტყვათა წყობა ადამიანი რომელიც უყვარდა ყველას. არა ჯანდაბა და ოხრობა გარყვა. თვითონ ეს არის ჯანდაბა და მაგაზე ვამბობ ხო? აი რაღაცა ვამბობ. ეხლა უკვე მე ვფიქრობ ჯერ 16 წელი გავიდა ზურა. 16 წელი. რაც გარდაიცვალა 2010 წელი იყო, საფხული იყო, კარგად მახსოვს, რიცხვი ვერ ვიხსენებ, მაგრამ 16 წელი, ამ 16 წლის განმავლობაში თაობა წამოვიდა სხვა. რა თქმა უნდა. იმ თაობისთვის რა თქმა უნდა კარგია ეს რომ თუ რაღაცა დადგება და იკითხავს გარდა იმისა რომ საბედნიეროდ დარჩა უამრავი ჩანაწერი. უამრავი ისეთი თემა რომელსაც ზია აჟღერებდა და მე რო ვიხსენებ ჩემი და მის ურთიერთობას აი საიდან დაიწყო ხო მე სხვა შორის გარდა იმისა რომ სტატუსი მაქვს ჟურნალისტის ხო სხვა შორის დიპლომითა ჟურნალისტი ხო აი ეს ვიდეოს აი სტატუსი დიპლომი ხო ამ ადამიანებთან ხა შენ იცი ამ ადამიანებთან ურთიერთობა და კეთილგანწყობა ბევრ რამეში მეხმარებოდა მე ჩვენ საერთო სამეგობროსაც გულისხმობ და მათ შორის იყო ერთ-ერთი მზია კვირიკაშვილი ადამიანი რომელიც აბსოლუტურად სხვანაირი მეგობარი იყო სხვანაირად ხო ურთიერთობ როგორ ჟურნალისტი და რესპონდენტი, მაგრამ კიდე იმის იქით რო გაქვს ბედნიერება, თქვათ რომ რაღაცა სხვანაირად და ერთ-ერთი კიდე მზია იყო, ვინც იმ დიდ მეგობრებს შორის ხო, მაგრამ 16 წელს რო ფიქრობ რა ამხელად რო გასულა. თუ ძალიან დიდი დრო და მოდი ვით დავიწყოთ. შენი შერქმეული რომ არის ის ლეგენდარული სახელი გასწრებული. ეხლა გაფორმებული თქო შედგენილი. ეხლა მე ჩათვადის პერიოდიდან მოდის და შენ მოგეხსენება, ახლა ზუსტად შეიძლება ვერ გავიხსენო რომელი წელი იყო, ალბათ 2005. ხო, მეგას ერთ-ერთი დაჯილდოების ცერემონია და მაშინ ეს ცერემონია გაიმართა, კლუბი იყო ერთი თუ გახსოვს რა ბერიკონი. ბერიკო როგორ არ აი ძალიან ისეთი იმ დროისთვის თემა იყო. იქ ჩატარდა ეს ღონისძიება. კი, აი ზუსტად ეს ფოტო, რასაც ახალგაზრდა ბიჭი რომ არის ეს ვინ? ეს ყმაწვილი თმა რო აქვს თავზე შავი, ეს მე ვარ. ხო და დავპატიჟეთ, რა თქმა უნდა, აქ უნდა გავაფორმოთ ქალბატონო მზია შენი სახელი ოფიციალურად როგორც სიცილის დედოფალი და იცი თავიდან ხუმრობა ეგონა და მართლა რაღაცა გავაკეთეთ სპეციალურად 2005 წელია ახალი დაწყებული ეს მოძრაობა სცენიდან ოფიციალურად გადავეცით იქ ბევრი რაღაც აჩუქრები მოამზადებ მთელი ამბავი და ადამიანს რა ცოტა ჭირდება ბედნიერებისთვის და მე რა დავასკვენი იცი ასეთ ადამიანებს
როგორც მზია იყო, გაცილებით ცოტა ჭირდებათ ბიჭო ბედნიერებს. აი აბსოლუტურად გეტყვი. ნახე რას ვამბობ, ვითომ ხალხს რაღაც ხო გონიათ ჩვეულებრივი ადამიანი იყო სამარშრუტო ტაქსი დადიოდა ეს ყველა მიცის ავტობუსი და აი ესეთი ადამიანი იყო და საზოგადოებას საზოგადოებამ რა იმიჯიც შეუქმნა მზიას, ხო? ის ხანდახან ცოტა რთული სათამაშოა. არ არის ესე ადვილი სათამაშო და აკმაყოფილო საზოგადოების შექმნილი იმიჯი. შენ კი არ იქმნის საზოგადოების იმ პირიქით, ის საზოგადოება და თან თხოვნაც არის და მოთხოვნა. კი, აი ვალდებულება, რომელიც მე შენ გაძლევ შინაგანად იმის, რომ ბიჭო, აი საზოგადოებაში ისე არ მოვიქცე მაღაზიაში, მეტროში, რომ რაღაც ვალდებულება მოჭიმული ხარ. მაგრამ ადამიანი ხარ რა. და ეხა არავის ეგონოს რომ ამ ხალხს ამათ რო პრობლემები გქონდეს ბიჭო, იმდენი მე მგონი იმას არა აქვს, ხო? მithotes მზიას. და მე სხვათა შორის როგორ ვიხსენებდი ეხა, ხო? როდის აი მეგმერთო რამდენი წლის 30 წლის ვიყავი მზია რო გავიცანი, ხო? თუ უფრო ნაკლები ცოტა ისეთ სიტუაციაში გავიცანი ხარ, არ ვიცი გახსოვთ თუ არა, შეიძლება არც მაყურებელს ახსოვს, ინტერნეტ საიტები არ იყო მაშინ ასე რომელ მოდაზეა საუბარი, საერთოდ რო იყო ის უკვე ის იყო. ერთი ძალიან პოპულარული ფორუმი იყო ასეთი, სადაც თემებს წერდნენ და იმ თემებში იშლებოდა და იქ ამ როგორ მახსოვს ძალიან დღევანდელი სიტყვა აბულინგებდნენ ხოლმე ადამიანებს პოპულარულ ყოველთვის ესე იყო დღეს ყოველთვის, მაგრამ მაშინ ახალი დაწყებული იყო ბულინგი. ადამიანთა ბულინგი, ხო? ჩვენ დროს ცოტა სხვანაირი ფეხს იდგამდა. ფეხს იდგამდა ჩაწიხulis. ხო, აი ზუსტად, აი ძალიან ცუდი სიტყვაა, მაგრამ მეგრად, აი აქ ამ გაგიკვირდება და ამ თემამ დამაკავშირა. ეხა რაღაცა ინტერვიუ ჩავწერეთ მზიასთან მახსოვს, ერთ-ერთი რიგითი ინტერვიუ იყო. ხო და ეს ინტერვიუ მე გადაიტანეს იმ ფორუმში და იქ ვიღაცებმა როგორც ხდება ხოლმე ტროლები და ბოტები, შენ რო ყავს ტროლები და ბოტები, ეგეთ ტიპები ის. ედა ჩემნაირი ყავდეს ყველა. ხო, ნუ შენ კეთილი ტროლები და ბოტები მაინც ყავს და რაღაცა სისულელებს ხო წერენ, არ შეიძლება ეს ყველაფრის წერა. მაშინ უფრო ადვილი იყო მოძებნა იმ და მე ცოტა მაშინ უფრო ცოტა ხისტიის ვიყავი, თან ცოტა ახალგაზრდაც ვიყავი შედარებით და მოვძებნეთ ის ტიპები ფორუმში, რა ვიცი, IP ადრესებით, რაღაცებით მოკლედ და ვიპოვეთ და ბოდიში მოვახდევინეთ ზიასთან. იმ პატარა ბიჭს. ჩარიეთ ხალხი? ეხო ჩემი ეხო ხო. ეხა ამდენ წლიან ურთიერთობას ხო, თან ნახოთ რაღაც კარგი ხო ვიდეო მასალა ვნახოთ უფრო კარგასიები. რომელიც ახალი ქართველის ოჯახში განებივრებულ უზნეო ბავშვს უვლის. მაგრამ წილი იქნა. არ მოული და არ ვიული მაგის წყუაზე და გამაგდებენ სამსახურიდან და დავრცები უმუსევარი. არ ამწდება იმოხერ თურქეთში წასვლა. ამის წინებზედაც მეუნება. დაიგძელე ხალო წვილი და ბურატინოსავით ვივღელე, გაიგე? მე ჩემ წვილსა კიდე დაგძელება უნდა მეთქე. რა წირი უნდა მექნა, თურქეთში ხო არ წავალ. მამა რაღაცა ოხრობა იცხვირზე და დავიწყე. მიფრინავენ, ერებჭო. ახლა ბრდერიანა, ავცელებეჭო. გეფრინდები, ნეუმნები შენ. ეს მაგობდა, გოჟები კრფტერა გამიჭე. აია. მომამიდო კერლო ხარბა სინა ბოკლა. აი იმპროვიზაციის დედოფალი იყო, სიცილის დედოფალი კი არა იმპროვიზირების დედოფალი. კარგად ვღეროდა და ცეკვავდა, აი ეს არის ახლა აქ შარჟით აკეთებდა, მაგრამ ისე მართლა ძალიან კარგად ვღეროდა. პროფესიონალიზმი ჭირდება და როგორი გულით აკეთებდა იმას, მე გამოვიდოდა კულისებში ჩვეულებრივ. ყველაფერი იგრძნობა თან, მაგრამ ანუ სცენარი ვინ უწერდა აი მე სოჭოს გავრცელებულია ეგ რო არა ამ პაროდისტებს, იუმორისტებს ყოველთ არა, მზია თავის თვითონ წერდა ხო? ცნობილის რომ აქ პაროდია ამერიკაში რო აი ეგ ნამდვილი ამბავია ეგ თავისი გაკეთებულია თორე იმპროვიზატორი რატო ახსენი იცი მზია შეეძლო ყოფიერებითი ცხოვრებიდან ისე გაეშარჟებინა და ისე გადაეტანა იუმორში ეს
ყველაფერი, რომ აი რაღაცებს იხიმანებდა და გამოვიდოდა ნომერი, რომელზეც მთელი დარბაზი კლებოდა სიცილე. და ტექსტებში არის რაღაცა ნიუანსები, სადაც თითქოს პირადი გამოცდილება. კი, თითქოს კი არა, თაკო, მართლა პირადი გამოცდილებიდან წერდა რაღაცებს და ყო ეხა რა გამახსენდა უცებ არ ვიცი ის ყდა გვაქვს თუ არა ჩემი ჟურნალი მაშინ რაც იყო ვარსკვლავების რომელი რო ჩავიდა ამერიკაში მე რო ჩამოვიდა მე ესევ წავიდა და როცა ის ვერაგი დაავადება დაუდგინდა და რაღაც თემა იყო ხო ზია ჩამოვიდა ჩავწეროთ უცებ ინტერვიუ და გადავიღეთ ეს მისი ბოლო ინტერვიუ იყო ასე ვთქვათ იმ გაგებით რომ მე წავიდა ისე ყდაზე დაიბეჭდა ზიას სურათი კარგად მახსოვს მე გადავიღე ეს ფოტო და ჯეობარი იყო თუ გახსოვს იმ პერიოდში 2010 ხო 10 წელი და როგორ თემა იყო იცი აქეთ ზია კვირიკაშვილის ფოტოა თავისი სათაურით და თქვენ დედლაინი თუ რაღაცა აქეთ ბესო კალანდაძის და შუაში არის ჯეობარის გამარჯვებული მონაწილე გოგონა იყო ის შიშველი აღარ მახსოვს სახელი გოგონას სამწუხაროდ ლიანა შიშველი არის არა ხო გასაგებია და გითხრა ხა გამოდის ჟურნალ და ნუ ეს გოგო თემატურად რა თქმა უნდა უფრო დიდი სურათი იყო ამ გოგოსი თავის დიდი რაღაც დასტოინსტვებით და ნუ აქეთზეა იქით კალანდაძე ხო წარმოიდგინე აქეთზეა იქით კალანდაძე შუაში ჯეობარის გოგო რომელიც ამაყად ხო დგას და მირეკას რა გამიკეთე ესა ბესოდ რა იყო მეთქვი რაღაც გაიპარა ხა იქ კორექტურაში ისეთ შეცდომა და ფიქრობ რა არავინ მე არ მიყურებსო თავზე რომ დამასვიო ეს ხუმრობი თავისი ხო რა თქმა უნდა და მე ვიღაცა იკითხავსო ჩემ ინტერვიუსო აგერო ესეთი გოგო მეც კი თვალები გადმომიცვიდა ასე ვიტან და მოკლედ რატო მადლიერი ქალი იყო სხვათა შორის ჰქონდა აი მადლიერების ძალიან დიდი დოზით ჰქონდა აი ეს არ ვიცი ავსილი თავისი მიდგომა ადამიანების მიმართ და მე მაგისი მეგობრობა ხა ყველა მიცის ხა გუშინ ჩვენი საერთო მეგობრის კლიპის პრეზენტაციაზე ვიყავი და იქ საუბრობდით რა გოგა მეც უნდა მოსულიყავი და ვერ მოახერხე რეპეტიციაზე ხო და ის იყო რა ქვია იქ ვისხედით და საუბრობდით სანამ დაიწყებოდა კლიპი და ვიხსენებდით აი რამდენი რამეგა გასახსენებელი ადამიანს მეგობრობა მე იქ მამუკას ველაპარაკე მე გუშინ ღამე ლომაში ამერიკაში ხო ნუ მაგათი მეგობრობა და რასაც ესენი ოდიში ერთმანეთს შეუნებოდნენ. უჩალი, კი არა, უჩალიჩებდნენ. აუ, ესეც გვინდა რომ გაიხსენო, აი რაღაცა ისეთი ხო, არა, მამუკას ძალიან მამუკას იმით გავიხსენებ, მაგას იმ არ დამძრახავს და იცის ხოლმე. ესო რასის უშრობდა ხოლმე კიდე ველულაშვილი. ყველასის უშრობს მან. და აი ერთ-ერთ ცნობილ ქუჩაზე, სადაც ასე ვთქვათ, მძიმე ყოფაქცევის ქალბატონებიდან მძიმე კი არა, სუბუქი ყოფაქცევის ქალბატონები. ნუ მძიმე. სუბუქად იწება ხოლმე მე უმძიმდებათ. იქ რო არ ბენინეს მზია და იქ რო დატოვეს და აი ვიცი მე ზიასაც მქონდა სხვათა შორის აი რა კარგია როცა შეგიძლია შენ თვითონ იუმორით მიიღო ყველაფერი ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა და ზიას მქონდა ეს საოცრად აყოლა იცოდა თან იუმორში აი უპრობლემო ადამიანი არ ჩაგიგდებდა თემას შანსი და ყველა საინტერესო რა იცი არაჩვეულებრივად ფლობდა რუსულ ენას და აი როგორ ახერხებდა რომ სცენაზე აი ასე ამახინჯებდა ხო აი ეგ მეტყველებს მისი როგორც პროფესიონალის ხაზზე, იმიტომ რომ რუსეთში მუშაობდა იქ არ ვიცი პირველი მეორე მესამე ადგილი, მაგრამ ეს ცნობილი ამბავია რომ ერთ-ერთი წარმატებული მე არ დარჩა. არ კი ბატონო. აი ნახოთ ეს ეპიზოდი. აბა, ზამალჩიცი ახლავსე? Вот это дети ваша игрушечная комната. Какой только игрушка не найдете здесь. И змея Горынич здесь, и красная шапочка здесь, и баба Яга здесь. Бутенко, перестань выковыривать змея Горыничу глаза. Он и так страшный. ეს მონოლოგი რომ დავამთავრე, ერთ-ერთმა მაყურებელმა შემომჩივლა. მაგ რუსულ ქართულს რა უჭირს ქალბატონო მზია შენ ჩვენ ბავშვებს უნდა მოусმინო ბები можноя ჩემი ამხანაგი კომნატაში камин ო ზუსტად ამ იმპროვიზაციაზე იყო საუბარი რომელსაც ახლა ეს ატარებდა სხვა შორის ახლა გამახსენდა ერთხელ ბათუმში ვართ რაღაც ღონისძიება თეატრში იყო ღონისძიება ხალხის და მისი დამოკიდებულება გავედით იქ რესტორანი რომ არის სანაპიროსთან სახელი დამავიწყდა იმ რესტორნის ცნობილი ეს ხო მოკლედ სახელიც და იქ ვხედავთ ძალიან ამაზი კაბაეცვა მაქვს ის ფოტო გადაღებული მე ვთქვი რომ აღარ გადაგიღებ სურათებს თავი დამანებეთ თქო ჭრელი ესეთი რაღაც ყვავილებიანი კაბაეცვა და გიყურდა მე ვთქვი რა ამაზი ხარ ზე როგორ გიხდება კომპლიმენტი ვისაც სიამოვნებს ზიას განსაკუთრებით უყვარდა ეს კომპლიმენტი ვხედავთ ველოდებით
შეკვეთას და ეხლა კაი სათვალე მაჩუქესო გუშინ ესეთი დიდი შავის ქონდა სათვალე გავიკეთებო და გეხვეწებო რაღაც სურათი გადამიყო ბიჭო რომ მოვკდეო საფლავზე რაღაც ნორმალ მოთხარ საფლავზე რომელი ნორმალური დაგადებს სათვალებიან ფოტოს მე თქო იხსენე ისი ამყვა ამ ხმურობაში მე დამოკიდებლო რომ მოდიან აი ავტოგრაფებზე ხა თევს რო ჭრიდა თარო ვერ ჭრიდა თარო ხო ხდები თევზის ჭამას ცოტა სხვანაირი ტექნოლოგიები ჭირდება და დაიტანჯა ამ თევზის იმაში გარჩევას და მოდის და მომეც გადაცვალე მომეც მოგიწერხეს და აი რიგი დადგა იმის რა ქვია საზოგადოების რომელსაც შუა ჭამის დროს მოუნდა ზია კვირიკაშვილის ავტოგრაფი და ერთს ეს თევზი ვერ შეირგო ერთის და საბოლოო ჯამში ის ფოტო ისეთი გამოვიდა რომ მე ყოველთვის თხოვდა რომ ებესო ინტერვიუზე რომ მივიდიო რომ უნდა მივიცეო და მეთქი რა პრობლემაა მიეცი და ეს შენ გიქნება ნანახი რა თქმა უნდა ალბათ აი სხვადასხვა პერსონაჟებს რო ირგებდა თვითონ მუშაობის პროცესი როგორი იყო ეხა გეტყვი სხვათა შორის აი პროფესიონალების მიდგომა მზიაც და მთელი გუნდი იუმორნას გუნდი არ ვიცი ყველა ჯვარი წერია და დიდხანს აწუხებს მაგრამ აქვთ ერთი განსაკუთრებული თვისება ისინი სცენაზე გასვლამდე კულისებშიც კი გადიან რეპეტიციას ხო წესით უნდა კონდეს უკვე კაცო გავლილი უნდა კონდეს კულისებში ხო არ უნდა იმუშავებოდო არა კულისებშიც კი სანამ აი ამ ფეს გადაადგავ იქით ფარდის იქით იქამდე სრული მობილიზაცია აქვს ხოლმე მოდი კიდევ ერთი ვნახოთ ახლა რადგან კულისები ვახსენეთ კიდე კულისებს რო გაცდები აი მე როგორია ხმარი მაინც შემხოდროდა ნორმალური ჩემნაირი ქმრის შეხვედრას გრიპის შეხვდეს ჯობია ერთ კვირაში მაინც მოიშორე ეს 20 წლის წინ რო შემეყარა დღესაც მჭირს ამის წინ ვეუნები ბიჭო ნაგავი მაინც გაიტანე მეთქი და მოიცა რა ახალო ძლივს დავჯექიო აქამდე რას აკეთებდი მეთქი და აქამდე ვიწექიო ყველა მეუნება ყველა რაღა მაგას გაყევიო და რას გაიგე ხომ იცით კაცები მარშრუტკასავითაა რომ არ გინდა მაინდა-მაინც ის მოგადგება ისე განათლებით ფილოლოგია მაგრამ თვითონ პოეტი ვარო იძახის ცაში დაფრინავს პრაქტიკულობა ნული გუშინ ძლივს მიუსწარი თორე საროჩკას სახელოდან იცნევდა არა თან აქეთ მეჩხუბება რა გარეცხე ამისთანა ეს უპატრონო რომ თავზე აღარ მეტევა ერთადერთხელ თხოვე ხალხო ერთადერთხელ ბავშვი დღეს შენ წაიყვანე მეთქი წაიყვანა რომ მიიყვანა ბაღში უთხრეს ეს ბავშვი ჩვენი არ არისო მეორე ბაღშიც იგივე უთხრეს არ არის ბატონო ეს ჩვენი ბავშვია და შემდეგ ავტობუსში რო ჩასწრე ისევ ბავშვი მიხვდა შვილო და უთხრა კიდო ერთი ბაღი მამიკო და სკოლაში დამაგვიანდებაო აუ ბიძინა მახარაძე იხსენებდა ამას წინათ ამ სკოლაში დამაგვიანდა მეგობრობდნენ ახლა ბიძი ეს დედოფალი ის მამოფალი და ძალიან ისეთი ურთიერთობა იმიტომ რომ ეს ჟანრი ხო სატირა იუმორი სერიოზული სხვანაირი მიმართულება და უფრო პროფესიონალურად უნდა მიდგომა და ბიძინა იხსენებდა რაოდენ დიდი პროფესიონალი იყო ამ ჟანრის საქართველოს ტერიტორიაზე კი არა ყოფილი საბჭოთა და ასე შემდეგ მაშინ და დასანანია რომ კიდევ იცი რა მაინტერესებს რატომ არ არის რომელიმე პანთეონში დასაფლავებული სადაც მისი რა საინტერესო თემაა თაყვანისმცემლებს ხო ეკნებოდათ საშუალება რომ უბრალოდ პატივი რა არის ითაკო სხვა შორის შენს მაყურებელსაც ეკითხ მეც შეიძლება გამჩენოდე ეკითხები ხა მე პასუხი ვიცი და იქიდან გამომდინარე შეიძლება როგორ თემა იცი არა მხოლოდ მოდი მზიას ხაზი არ განვიხილო იგივე ეთერკაკულიაც თუნდაც გეგმამის გვერდით არის დაგზავნილი ვაკის პანთეონში თუნდაც ჩვენი წინა იმაზე რო ვიყავით გადაცემას თემოა იღე ციკლაური აქ ამ შემთხვევაში თემურის თავი შვილის თემა კი ხო მაგრამ იცი როგორი თემა აი ფიქრობ და ხანდახან ჩემ თავს ვეწინააღმდეგები ეს ადამიანები მარტო თავის ოჯახის ხო არ არის ისინი მაგრამ ოჯახისთვის რთული შესაძლებლობელია იცი რომ საზოგადო შენი მშობელი შენი ახლობელი არის ყველასი და აი მზიას თემაზეც იგივე მზი არის დაგზავნილი იმაში რა ქვია შინდი ჩვენი ბიჭები რომ არის მუხად გვერდის სასახო ხო და
ამასთან თავი და ვეძებდი ისე უცებ რავდება ბიჭო ეს აფრობი რომ ვეღარ პოულობ მე. ბევრჯერ გამეჩნდა ეს ოჯახის გადაწყვეტილებით მე საუბარი ყო როგორც ხათა შორის ეთელზე გქონდა ჩვენ საუბარი გადასვენებაზე იყო საუბარი რომ მახათას პანთეონი რო გაიხსნებოდა მახათას პანთეონში უნდა კურთხევაც იყო იქ მე უკვე საპატრიარქო გჭირდება და რა არის იცი უკვე ალბათ აქ ოჯახმა უნდა პრიორიტეტული არის მოკლედ ოჯახის გადაწყვეტილება და ვეღარ ერევი ვერც სამეგობრო ვერც საზოგადოება თუ რამდენს ვიცი რომ უნდა რომ აი დიდ პანთეონში ყველა ერთად მოისაკლისოს ადამიანთა იმ კატეგორიამ რომელსაც უყვარს. კი, მაგრამ ხო რა თქმა უნდა ძალიან ისეთ რთული ხო, საკითხია. ცოტა დელიკატური თემა და ვერაფერს ვერ იტყვი და კი იტყვი, მაგრამ ვერ გააკეთებ რა. კი ბატონო, მოკლედ ბესოს დიდი მადლობა მინდა გითხრა რომ ძალიან კარგია რომ ესეთი ცოცხალი მატიანი ხარ ხა ის არ გამომივიდეს, მაგრამ მართლა ეს იმ ხალხთან ურთიერთობა რომელთაც ჩვენ ყველა ვამაყობთ, კარგია რომ ეს მეხსიერებაში რჩება და თან ესე დოკუმენტალურად ასე ვთქვა და კარგია რომ არ ვაძლევთ ერთმანეთს ესეთ ხალხის დავიწყების საშუალებას და ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია. მადლობა ბესაშა. მოვალეობაც კი არის. დიდი მადლობა. მადლობა.